ული ამბებია. ნაპოვნია ზუსტი ლოკაცია არა, მიახლოებით ლოკაცია და ნაპოვნია მამა ნიკოლოზის ამობრუნებული ვერსია. ანუ ანტიქრისტე. და მათი ჯგუფი და მათი საძმაკაცო. ესენი გახლავთ არც მასონები და არც ილუმინატები. ილუმინატებსა და მასონებზე საიდუმლო ერთობა გახლავთ. წმინდანთა ერთობა, ესე ეძახიან საკუთარ თავებს, წმინდანებს. ესენი გახლავთ ამობრუნებული გენი, უფრო სწორედ თავის თავს გაუმჯობესებულ გენს ეძახიან, ვიდრე საწყისი თავდაპირველი კავკასიური არსი გახლდათ. თუმცა ესენი არ არიან არც დაცემულები, ეგრეთ წოდებული დემონები. ესენი გახლავთ შუქით, იგივე სინათლით, იგივე კეთილი ძალებით ხელმძღვანელები, რომლებიც სრულიად აქაურობას განაგებენ საკუთარი ენერგიების მანიპულაციებით, იგივე რიტუალებით, იგივე ფიქრებით. ესენი არ არიან არც ფარისევლები და არც იციან რა ხდება უკვე, რადგან აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან იმაში, რომ არიან ნამდვილი სინათლე და ნამდვილი შუქი. თავარი დასამარცხებელი ძალა ამ დიად გადაწყობისას და ამ დიად ომში, სასულიერო ომში, რომელიც დედამიწაზეც გუგუნებს და ბიბინებს, არ გახლავთ ეკლესია, ან შავი ძალები, ან დემონები, ან სისხლის ღრის შეჩერება, არამედ გახლავთ ამ სინათლის ხილება და ამ სინათლეში მოხვედრა. გახსოვთ წლების წინ გეუბნებოდით, რომ არიზონაში უნდა წავიდეთ, თქო, არიზონაში უნდა გქონდეს მეთქი ბაზა, თქო. ეს ყველაფერი უფლიდან და საუფლოდან მენიშნება ხოლმე, თუმცა რომელ არიზონაზეა საუბარი და რომელ არიზონულ ბაზაზე, მამა ნიკოლოზისთვის აქ ადგილზე ვერ მიგიხედიათ და პირობები ვერ შეგიქმნიათ. ანუ თქვენგან თქვენი უგულველელყოფით, თქვენი შურით, თქვენი შუღლით, თქვენი არ გამხარებლური, თქვენი გადაწყვეტილებით ნამდვილი, უფლიანი და ნამდვილი არსი გამათხოვრებულია, გაძარცულია და ასე გინდათ და ასე გაწყობთ. არც ერთი თქვენგანი დგახართ
ნამდვილ სამსახურში მატერიაში, ამიტომ ვინც არ დგახართ მატერიას დაკარგავთ. მე არ გეუბნებით, რომ მატერია გაქრება და საუფლოსი აღარ იქნება, მაგრამ ძალიან ცოტასი და რამდენიმე რჩეულის. და რჩეული არის ის, ვინც ამრჩევია. დანარჩენებს აქაურობაში სამკვიდრებელი და თქვენი და სათქვენო ვერ გეღერსებათ და ხართ ისინი, ვისაც გეღერსებათ, თუმცა შენ არ ხარ, ვისაც გონია რომ ხარ. ბევრმა თქვენგანმა შემიშალეთ ხელი იმ ყველაფრის განხორციელებაში, ხორციელებაში, იმ ყველაფრის მატერიაში მოყვანაში, რაც მნიშვნელოვანია აღსრულებისთვის და იმ ყოველივეს ხილება, იმ ყოველივესთან შეხვედრა შერკინებისთვის და თურმე ეს წმინდანები, ეგრეთ წოდებული წმინდანები სახლობენ არიზონაში სადღაც ძალიან ისეთ ადგილას, სადაც მხოლოდ და მხოლოდ თავად ილუმინატებს და მათ მიუწვდებათ საწიერი. მათთან იკვეთებიან და მიდიან, ვერც ისინი, უფრო სწორედ, მიდიან მხოლოდ და მხოლოდ ნიჭით და შუქით აღზევებული ფენა. და ამ ფენაში მოსახვედრად საუფლო რღვევა, ანუ საუფლო არსთან, აქაურობის რღვევა და საუფლო არსთან კავშირია. თუმცა ისინი აზიან ძველ ჩანაწერებს, მაგრამ ისინი ვერ აზიან ამჟამინდელ ჩანაწერებს და სამომავლო ჩანაწერებს. ანუ ჩანაწერებში ვგულისხმობ პირდაპირ ამჟამინდელობას სასუფეველთან და სამომავლო მოცემულობას სასუფეველთან. თუმცა ადრე როგორ იყო და ადრე როგორ ფორმას იღებდა უფალი და ადრე როგორ ნაწილდებოდა, ძველ კოდებთან მიუწვდებათ ხელი და არსი, მაგრამ ახალთან არ მიუწვდებათ. და ახლა გადალაგების პერიოდი, როდესაც არის, ეძებენ ნიჭს და ეძებენ სინამდვილეს და ეძებენ ახალ კოდებს. მოსყიდულია უკვე ძალიან ბევრი მეშუქე ვარსკვლავთსული, ვინც აქაურობაში ჩამოიბადნენ და ძალიან მძიმე ცხოვრება და ხვედრი გაიარეს, ვერ გაუძლეს ბევრმა თავიანთ მისიას და გაყიდულები არიან ისინი. თუმცა ვართ შემორჩენილები ალაგ-ალაგ ჩემნაირები, ვინც ველოდებით საბოლოო აღთქმას, საბოლოო აღსრულებას, საბოლოო მინიშნებებს და საბოლოო ხსნას. ანუ ჩვენ ვართ საბოლოო ტალღა მხსნელებისა, რომლებიც ასევე მათგან, ანუ სასულიერო არსიდან ვართ დახსნილები საბოლოო ტალღად, ანუ ჩვენზე გადადის და ჩვენზე გადის სრული წმენდა და ასევე სრული გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა, როგორ და რანაირად უნდა წარიმართოს და გადანაწილდეს. ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს და სამყარომ დამანახა ეს ყოველივე. მე თავად წავალ არიზონაში თუ არა, მამა ნიკოლოზის კურთხევით, ამ ბმებით, ჩვენი ემიგრანტების და ჩვენი ქართველ ამერიკელი ემიგრანტების ჩართულობით და ჩვენი კოდებით და ჩვენი სიდიადით.
ხილება სასულიეროში უკვე შედგა და პროცესები დაწყებულია. თუმცა შესაძლებელია ამ ყოველივეს მატერიაში დაჩქარება და მატერიაში შესრულება, მაგრამ ამაში მე არ მიმიწვდება ხელი და არსი, მე რაზეც მიმიწვდება, იქ აბსოლუტურად მოქმედებ და შემდგარია და შესრულებულია ყოველი მისია, ჩაწიკწიკებულია, რომ იტყვიან იმხელა გადალაგებებია ენერგიებისა და მართებულობის. მაგალითისთვის სასულიეროში უფლება ჩამოერთვა კი არა, სიკვდილით დაისაჯა, ფულის გამათეთრებელი ქალი, სავარაუდოდ რეპტილოიდი ქალი, რომელიც ავადმყოფობით და ავადმყოფობით ვაჭრობდა და ფულს ათეთრებდა, ძალიან დიდ ფულს ათეთრებდა ხალხის ავადმყოფობაზე, ბავშვების ავადმყოფობაზე, ქალების ავადმყოფობაზე. ჩამოერთვა სიცოცხლის უფლება, მას არსებობის უფლება აქაურობაში და ასევე მის სისტემას ჩამოერთვა სიცოცხლისა და არსებობის უფლება. რას ნიშნავს ეს? ეს ამბავი უკვე იცით, რომ ზოგადად ფულის საკითხი და ფული საერთოდ აღარ იარსებებს, ვეღარ იარსებებს და სხვანაირად იარსებებს, მანამ სანამ აღარ იარსებებს და ასევე მანამდე ჯამრთელობის კუთხით, ვინც კი ვინმე ჩაძირულები არიან გადასახადებში, ამ სისტემაზე არიან დამოკიდებულები, რომ რამე ეშველოთ, განიკურნონ და რა ვიცი 40,000-ებში, 100,000-ებში და მე მოგიყევით ჩემი ამბავი, როდესაც ნიუ-იორკში კატა გამიხდა ცუდად და $10,000 დამჩარჯეს დღის ბოლოს. და კატა მომიკვდა. ანუ კატა მომიკვდა და $10,000 დამჩარჯეს. ამ სისტემასთან ურთიერთობაში ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება უფლის ანაბარა. ანუ მოუწევთ ამ ავადმყოფობის კარგად ყოფობა. ანუ ფული ვეღარ უშველით, სრულიად სისტემა იშლება და იფრცხნება და ამ ყველაფერს უბრალოდ მატერიაში ველოდებით, როდის აღსრულდება. სასულიეროში უკვე მოგვარებული გადაწყვეტილია ეს საკითხი და ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ვიყავი მაგ მიმართულების, მაგ ჯამრთელობის სფეროსი და ჯამრთელობის სფეროდან ფულის გათეთრების საკითხების. ძალიან მძიმე ცხადება იყო, ძალიან მძიმე მისია იყო, ესე დეტალურად არ მოგიყვებით, მაგრამ შესრულებულ იქნა და წინ გველოდება ეყოველივე, შეგიძლიათ რომ იცოდეთ წინსწრებით. ასევე რაც უნდა იცოდეთ, რა თქმა უნდა, არ გეუბნებით რომ მარტო ესე იქნება და всё, ანუ რა გეშველებათ და რა უნდა ქნათ. რა გეშველებათ და რა უნდა ქნათ და დაუკვირდეთ უნდა სიტყვა ავადმყოფობას. ანუ ავადხარო ნიშნავს რომ ავი სული, ანუ ავი რაღაც ყავს მომაგრებული გჭამს. ეს ავადმყოფი ვიღაცა ძალიან ხშირად ხოლმე ცდილობს სხვებიც დაავადოს, რათა ზრახვები სხვადასხვა არსებობს ხოლმე. პირველ რიგში ავადმყოფის მთავარი ზრახვა არის ავად გახადოს, დაასუსტოს სრულად უფლის შვილი, ქრისტიანი, ქრისტეს შვილი, ნამდვილი ქრისტეს შვილი, რათა ვერ გაიხაროს მისმა გენმა და სხვადასხვა ვირუსებით და დაავადებებით ამოწყვიტონ ეს ადამიანები. მეორე ავადმყოფობის მთავარი მიზანი არის ამ თანამედროვე არში, რომ ფული გათეთრდეს. და იცოდეთ, რომ უმთავრესი ბიზნესია, მთავარი ბიზნესია საბანკო სისტემაზე ზევით დგას
საავადმყოფო და სამედიცინო ბიზნესი, ეგრეთ წოდებული და იცოდეთ, რომ ცრუ ექიმების და ცრუ სისტემოლოგების ფიც მიღებული ექიმები მოქმედებენ ქრისტეს წინააღმდეგ. დაწყებული დაბადებიდან ბავშვების აცრებით, გაგრძელებული თუნდაც მოხუცების მოვლაპატრონობით და რა ვიცი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა მათ სისტემაშიც არის პატარ-პატარა გარღვევები და არსებობენ უფლიანები და არსებობენ უფლისშვილები და არსებობენ ეს უფლისშვილები იმისთვის, რომ სხვა უფლისშვილებს უპატრონონ. და ამის მაგალითი ვიყავი მე, როდესაც გაუთვალისწინებელი სამშობიარო ვიზიტი მქონდა ერთ-ერთ კლინიკაში, იქ დამხვდა უფლიანი ქალბატონი, ნამდვილი ქრისტიანი ქალბატონი, რომელმაც რა ვიცი, მიპატრონა და ვთვლი და ვიცი, რომ იმ ქალმა გადამარჩინა, ის ქალი რო არ ყოფილიყო, ალბათ ვერ გადავრჩებოდი და ამის თქმა შემიძლია ჩვეულებრივად, რადგან ის მე ვიყავი, მე ის ვიყავი, ჩვენ ერთნი ვიყავით და ეს ყველაფერი ჩანს თვალებში, დამოკიდებულებაში, ხმაში, ზრუნვაში, მადლობის მიმღებლობ გამცემლობაში, საუბარში და ყველაფერში. დიახ, ასეთი მოცემულობა არის. ასევე მინდა პატარა კომენტარი გაგიკეთოთ იმ ვიდეოზე, სადაც იცით ხოლმე ტრენდები ქვია TikTok-ზე, როდესაც ხმას, ანუ პირის მოძრაობას ვაყოლებთ სხვადასხვა ხმას ხოლმე და ამით რაღაცა დიდი სათქმელის გამოხატვა გვინდა ხელოვანებს თუ იმათ, რა ქვია, რა ვიცი, მოღვაწეებს, საზოგადო მოღვაწეებს, ხო? ზოგი გასართობად იყენებს, ზოგი რაღაცისთვის იყენებს, ზოგი რისთვის, მე ვიყენებ ხოლმე სიმართლის სათქმელად და სიმართლისთვის. მაგ ვიდეოს მთავარი ფუნდამენტური აზრი გახლავთ შემდეგში, რომ ამ ქვეყანაში ძალით გამოწვეული სიბნელეა, ანუ შუქი და სინათლე სრულად შესრუტულია და გადაბერილია იმ საიდუმლო საზოგადოებაში და დაჯგუფებაში, რომლებიც თავებს წმინდანებს ეძახიან. და მართლა არიან, მართლა გვანან ჩვენ წმინდა წინაპრებს, მაგრამ განსხვავდებიან, ცოტა სხვანაირები არიან, ცისფერი თვალები აქვთ. რატო ვამახვილებ ხოლმე ცისფერ თვალებზე ყურადღებას? ნამდვილი კავკასიური გენი არ გახლავთ ცისფერ თვალება. ნამდვილი კავკასიური გენი გახლავთ მზიშვილები. ამ ფერთვალება, რადგან მზეს უყურებ და მზის პიგმენტი გაქვს სრულად მიღებული. ამ თვალს რო ამოაცალო პიგმენტი, დაგრჩება ღია ფერის თვალი. ცისფერი ან სხვაფერი ან სხვაფერი. ასევე ცისფერ თვალება არსებებზე და ადამიანებზე რაც უნდა იცოდეთ, ესენი არიან ზღვის რასა, ანუ წყლის და ზღვის რასა, უკვე ამოყვანილი დედამიწაზე. იცით, რომ ძველი დროიდან სხვადასხვა ნაჯვარები და შეჯვარებები კეთდებოდა ხოლმე სხვადასხვა არსებებთან და ჯიშებთან. თუმცა ჩვენს გენში დევს სოდნა და ჩვენს გენში დევს ერთგულება გენისა ისეთი, რომ არ შევჯვარდეთ სხვასთან არავისთან. ასეთი ერთგულება ასევე დევს ებრაელებში რწმენიდან გამომდინარე, მაგრამ მათი ცოტა სხვანაირი გადაღებული ვერსიაა და სხვა რამეს ემსახურება მათი ეს თავის მიძღვნა ამ რწმენისადმი. ჩვენ შემთხვევაში სხვანაირად არის. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ამ თვალს, ასეთი ფერის თვალს რო ამოაცალონ პიგმენტი, დარჩება ღია ფერის თვალი, ასევე ასეთი ფერის კანი რო ძალიან გააშაო, დარჩება შავი. ან სხვა რამესთან გადააჯვარო, იქნება შავი. თავდაპირველი გენი და თავდაპირველი წყარო, ბიოლოგიური არსება, ჩამოხატულება უფლისა
ღვთაებრივი არსისა აქაურობაში ბიოლოგიური ფენომენი გახლავთ ჩვენი სხეული, ასეთი სხეულები. ესეთი სხეული, როგორიც ნარიმანს აქვს, იგივე მამა ნიკოლოს და მაქვს მე და გაქვთ კიდევ რამდენიმეს. ხედავთ ხოლმე, მხვდებით ხოლმე ინტერნეტშიაც, ინტერნეტის გარეთაც. თუმცა არც ერთმა თქვენგანმა არ იცით ხოლმე თქვენი გენის მართვა, თქვენი გენის ღირსება და თქვენი გენის შემოქმედობის უნარი. მამა ნიკოლოზმა იცის თავისი, მე ჩემსაც ვსწავლობ. ახლა კიდევ რაც უნდა იცოდეთ, გახლავთ რამდენიმე თემაზე გესაუბრებით, მაგრამ ეს გახლავთ ის თემები, რაზეც ბოლო დღეებია აქტიურად მუშაობ. მუშა არ ვარ, მაგრამ მოვაწეობ. აქაურობაში, ამ განზომილებაში და ვალაგებ ამ საკითხებს. გახლავთ შემდეგი. გენთან დაკავშირებით გითხარით, რომ აქაური გენი ჯერ გახდა თვით გადაგვარებული და შეპყრობილი დაცემული ინტელექტისგან, გამოპარული სხვა ვარსკვლავური ინტელექტისგან, შემდეგ საკუთარ არსზე. აი როგორც არ გინდათ ხოლმე, რომ თქვათ ვიღაცასთან თქვათ დაწვევი, კაცი ხარ და ვიღაცასთან დაწვევი და მე ნანოფუ ეს რატო დამემართა, რატო გავაკეთეო. იქ რავი რაღაცებს იზავთ ისეც ხოლმე, რასაც მე ნანობთ, ხო? წარმოიდგინეთ, რომ ასეც იყო ადრე, პირველად, როდესაც ეს დაცემული ინტელექტი, ანუ სხვა ინტელექტი შემოიპარა ჩვენი წინაპრების გონებაში, ზოგიერთის. დაეუფლა და დაეპყრო მის გონებას და გადააჯვარა და შეაჯვარა სხვადასხვა არსებებთან. თავიდან იყო თვით შემოქმედობა, ანუ საკუთარ თავს გაუკეთა. შემდეგ სხვას გააკეთებინა მეგობარს, შემდეგ სხვას და შემდეგ სხვას და ასე დაიწყო გადაგვარება სრული შემოპარული ინტელექტიდან გამომდინარე. თუმცა ბოლო ხანებში და ბოლოში უკვე ბოლოსკენ, როდესაც შავკანიანი რასა წარმოიშვა, გითხარით, რომ შავკანიანმა რასამ აღიარა ჩვენი კავკასიური რასის, არა ანგლოსაქსების, არამედ ჩვენი კავკასიური არსის, ჩემნაირების, ჩემი დების და ძმების სუპერიორიზმი, ესეც სასულიერო არსში მე პირადად შეხვედრილი ვარ შავკანიანებს და მათგან მოდის ძალიან დიდი სიძლიერე, ძალიან ძლიერები არიან და ძალიან დიდი მზის ენერგიის მატარებლები არიან, თუმცა დიდი მზის ენერგიის მატარებლები არიან. გესმით? ანუ არა საშუალო და არა სწორი, ანუ არა ბალანსში მყოფი მზის ენერგიის მატარებლები არიან, არამედ ძალიან დიდი მზის ენერგიის მატარებლები არიან და აქედან გამომდინარე, რადგან ჰიბრიდულად არიან გამოყვანილები ეგ გენი და რასა გამოყვანილები არიან სამუშაოდ, ანუ მუშათა რასა, იგივე მონათა რასა, ამიტომ მთელი მათი ისტორია ითვლის მონობას. ანუ სრულად მონათმკრობელობაში აქვთ გატარებული დრო და არსი და ესეც იმიტომ, რომ გარდაქმნილნი იქნენ სპეციალური ცივილიზაციებისთვის, როგორიც იყო ეგვიპტური ცივილიზაცია და სხვა და სხვა, ხო? და დღემდე მათი არსი გახლავთ ძალიან დიდი მზის ენერგიის ამღები. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი შემოქმედების უნარი გააჩნიათ, თუმცა არ გააჩნიათ წდომა და ინტელექტი ზეარსთან თუ რა უნდა აკეთონ. ანუ მე ვიტყოდი და გეტყვით, რომ კავკასია, იგივე ჩვენი გენი, რომელიც ამბობს სიტყვას უფლისას თუ რა უნდა შესრულდეს, ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებლები იქნებიან ამ სიტყვისა ინდოელებიც და ასევე აფრიკელებიც, შავკანიანებიც.
ეს ორი რასა ძალიან კარგად შეასრულებს იმ ყველაფერს, რასაც საუფლოდან ითქმევა, რაც საუფლოდან ითქმევა. ასევე ბოლო ინფორმაცია და უმნიშვნელოვანესი რამ მინდა რომ დაგიტოვოთ, ეს არის ენერგია და ენერგიასთან წვდომა და შემდეგ ამ ენერგიის ფულში გადმოხურდავება, თითოეულ ცისფერთვალება არსებას დედამიწაზე სჭირდება მეგობარი ან პარტნიორი, ცოლი ან ქმარი ან ვინმე, დაქალი ან ვინმე, ვისაც აქვს მზიშვილის თვალები, ანუ მზიშვილის მოტორიკაზე დადის. რადგან ამ ენერგიის გარეშე შეუძლებელია ოპერირება. ანუ სხვა ფერის თვალის ადამიანები გახლავთ ერთგვარი ენერგოვამპირები, რომლებიც პირდაპირ მზიდან ვერ იღებენ ენერგიას, მაგრამ იღებენ საკუთარი ამ სამეგობრო, ამ პარტნიორისგან ენერგიას, მზის ენერგიას და შემდეგ უკვე თავად მოქმედებენ აქაურობაში და მატერიალიზებას უკეთებენ ყველაფერს, მაგრამ უფლის გენი, უფლის არსი გაძარცულია სრულად მზის ენერგიისგან და აღარ რჩება საკუთარი ენერგია, რადგან საკუთარ ენერგიას გასცემს სხვა გენში, რომელიც ფულად აქცევს ამ ყველაფერს და თავად ბოგინობს აქაურობაში და სათანადოდ არაფასებს უფლის გენიანს. ანუ რას ნიშნავს ეს? მე არ გეუბნებით, რომ ენერგია უნდა გაყიდოთ მეთქი და ენერგიის გაყიდვა გავაგრძელოთ. მე გეუბნებით და გიხსნით, როგორ მუშაობს სისტემა. და მიხვდებით რა, როგორ მუშაობს სისტემა, რას უზავთ თქვენ წილ ენერგიას, თქვენი პირადი გადაწყვეტილებაა, მაგრამ გირჩევთ, რომ არ გაყიდოთ საუფლო და მზის ენერგია არავისზე, არამედ თავად აქციოთ იმად, რადაც უნდა იქცეს ეს ენერგია, რადგან ჩვენს მეც არავის არ აქვს შემოქმედების უფლება ხმელეთზე და ხმელეთის მაღლა. წყლის არსებები წყალში ბრუნდებიან უფლის ნებითა და სიტყვით, ხმელეთის არსებები ხმელეთზე ხარობენ და რა ვიცი, ქვესკნელის არსებები კიდე ქვესკნელში მიდიან. ასეთი ამბავია, გიტოვებთ ამ ინფორმაციას, რაც უფრო არ დაგავიწყდებათ ხოლმე ჩემი პირადი ხარდაჭერა, მოხმარება და ჩემზე ზრუნვა, მით უფრო უკეთესი შედეგი გვექნება მატერიაში თითოეულს. მე და ჩემგან მერე უკვე ჩემნაირებს და თქვენ. და თუნდაც ზღვის და წყლის შვილებს, თქვენს დაღლილი ხართ აქაურობაში, აღარ შეგიძლიათ უკვე ამდენი ცოდვებისგან და ამდენი ეშმაკობისგან და ამდენი მაიმუნობისგან. დაბრუნდით უკან სახლში, თითოეული მოწოდება გამოგზავნილია, ყველა ბრუნდება სახლში და ვინ სახლშია მყარდება სახლში, ხო? აღარ გარბი ხარ და აღარ მირბი ხარ და აღარ იმალები და წავიდა ეს დრო, მორჩა. კიდევ სამოღვაწეო გზავნილებზე და ამაზე გითხართ, მაგრამ თავადვე შეგიძლიათ ეს უნიკალური და მნიშვნელოვანი ინფორმაციები ხოლმე დააარქივოთ, ჩაიწეროთ, გადმოწეროთ, ამოჭრათ, გაავრცელოთ, აკეთოთ გვერდები, გაქვთ ჩემგან უკვე უფლება ამ ყველაფერზე. ადრე გეუბნებოდით, არაფერი არ წაიღოთ, არაფერი არ გააკეთოთ, ხო, მაგრამ უკვე გაქვთ უფლება და უკვე შესაძლებელია, რომ ეს გააკეთოთ, ამიტომ როგორც მოგინდეთ და რანაირადაც მოგინდეთ, ისე გადააზიარეთ და გადაავრცელეთ ეს ყოველივე და ეს ინფორმაციები. თუმცა თავიდან რაც გითხარით, რომ მამა ნიკოლოზი თუ ფიზიკურად არ წამოვა არიზონის წმინდანთა ბუდეში, ხოთ და გეტყვით, რომ ინფორმაცია მივტანოთ, რომ ასეთი რამ არსებობს და ასეთი რამ ხდება.
და რომ ანტიქრისტე პოლიტიკის სახით არ მოვა და პოლიტიკაში არ არის სასულიერო კი არა ჩვეულებრივად მაცხოვრებელ განზომილებაზე ფენაზე და მაცხოვრებელ მოცემულობაში არიან ეგრეთ წოდებული წმინდანები მათ შესახებ იციან მხოლოდ და მხოლოდ თავად და მხოლოდ მათ ლეველზე იგივე მათ სიხშირეზე ასულმა განწმენდილმა ადამიანებმა და ამის მაგალითი გახლავთ ვისაც წაკითხული გაქვთ წიგნი ჯონათან ლივინგსტონი თოლია ჯონათან ლივინგსტონი ვისაც წაკითხული გაქვთ ამ წიგნშიაც მაგაზია საუბარი მე გამახსენდა და გონება მომიგდო ყველა პათერნი და ყველა მოგონება რაც კი რამე ამ სინამდვილეს უკავშირდება და ვისაც არ გაქვთ წაკითხული წაიკითხეთ ვისაც არ გახსოვთ ხელახლა წაიკითხეთ რომ ზუსტად მიხვდეთ რას გეუბნებით ნიჭი მოღვაწეობა განწმენდა და პირდაპირ ისინი გამოჩნდებიან შენს ცხოვრებაში მე მაგზას ვედექი მე მანდ მივდიოდი თუმცა შემაჩერა ეშმაკმა სატანამ რადგან იქ რომ მივიდე იქნება ძალიან დიდი მხილება ცრუ შუქისა და ცრუ მატყუარა და დამყრობელი ვითომ ქრისტესი რადგან იცოდეთ რომ დღემდე ქრისტე წამოწ და დღემდე ქრისტე ნაწამებია და დღემდე ნამდვილი ქრისტე დღემდე შელახულია და ნამდვილი ქრისტეს ენერგიით დღემდე სხვა რასას სარგებლობს სულ ეს არის დროებით და კარგი